გურმანის ეკალის ამბავში ვართ. რამოდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი გურმანის ცხოვრებიდან გრძელდება და გამონელი ეპიზოდი უკვე მე რამდენი არ ვიცი ეძღვნება რესტორანს პარკსაიდი, რომელსაც როგორც ბევრ თბილისის რესტორანს შეესაბამება, ასევე აქვს საფახმელიო ტერიტორიაც, ანუ ლუდთან როწკაპაწკუპით მიდის ისეთი გემრიელობების და დღეს გადავწყვიტე, რადგან საღამოხანი არ არის და შუადღეხანია და სადილობის პერიოდია, გავსინჯოთ ლუდის მენიუ რესტორანში პარკსაიდი, რომელიც აგერ ვაკის პარკთან ამ რესტორნის უკან შვენიერი ვაკის პარკის ხედი რო იშლება და შევედით შიგნით. აბა ვნახოთ იქ რა ხდება. უზარმაზარი რკინის მძიმე ალაყაფი შემოაღე. ადვილი მისახვედრი ადგილია, სადაც ვიმყოფებით, მაგრამ ოფიციალურ მისამართსაც გეტყვით, ეს არის მიშველაძის 5 ნომერი, ყოფილი ჭავჭავაძის 74. რაც ყველაზე მთავარი არის, გენიალური ხედი იშლება ვაკის პარკზე და ამ ადგილის ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი ხიბლი ინტერიერის მხრივ ვაპარაკობ, არის ზუსტად ეს ვაკის პარკის ხედი. პირველივე კერძი პარკსაიდი გავსინჯოთ, ხო, ფავორიტია ჩემთვის. ხინკლები აუცილებლად. მთიულურს გავსინჯავ, ყველისას გავსინჯავ და სოკოსას გავსინჯავ. 5-5 ცალი, იხვის ბარკალი. იხვის ბარკალია, ყველაზე გემრიელი მისაყოლებელი არის ჩეხეთში, საერთოდ ლუდზე. ესე იგი ამას ჩეხური ლუდი. იხვის ბარკალი, ბარაბულკა. უხდება ბარაბულკა ლუდს. 0-5-იანი ბუდვაიზერ სამსონი. მე ალბათ შავ კრომბახერსაც გავსინჯავ და გავუფილტრო პაულანერსაც თუ არა. ნახოთ. რაჭული ლორი აგერ არის. კი ბატონო, რაჭულ ლორს. და მე მგონი შეიკრა წრედი. მჭადი მალე იქნება? დაახლოებით 20-ში. ანუ რაჭული ლორი მჭადით რომ მომიტანო. ხელებს ვიფშვნიტავ და ნერწყვებს ვხლაპავ როდის მოვა. დაიწყო სუფრის მორთვა. ეს რაჭული გამოვიცანი. არ მქონდა დანახული და ეგრევე გამოვიცანი. ჭადით, ორმასი მადლობა. და ეს არის კარაბუკა. ბიჭო. მადლობა. შეხედეთ როგორ გამოიყურება. შქმერიდან ჩამოტანილი რაჭული ლორი, ბათუმიდან ჩამოტანილი ბარაბული, რაღაც ქართული სახელი აქვს ამ თევზს და ავიწყეთ დაგემოვნება. ლორი. ხორცის და ქონის კომბინაცია არის იდეალური. საოცარი ლორი. ახლა უცებდა მთიანი საქართველოდან ჩამოვინაცვლოთ ბარში. ეს არის კაბაბი. გავსინჯოთ ბათუმიდან ჩამოტანილი ბარაბუკა. ლიმონ მოსხმული. ვა, ძალიან გემრიელი. იხვის ბარკალი. მორთულ მოკაზმული. მოდით განახებ. აი. ეს არის იხვის ბარკალი. ყველა მხრიდან დაგანახოთ.
მორთულ მოკაზმული და აგერ ქაბაბიც მთელი თავისი დიდებულებით. ამასობაში მე განვაგრძობ ბარაბულკის ტკბერას. უზარმაზარი მენიუ არის, სხვათა შორის უნდა აღვნიშნო თევზების. ბევრი დასახელების თევზები არის მენიუში. ახოთ რას იზამს ქაბაბი. წვადის ასორტი. წვადის ასორტიო შენგენ ნაცვალე. უმეტესი მადლობა. შანსი არ არის, უნდა დაგანახოთ. ნახეთ, რევი ხდება საქართველოში. როგორი წვადის ასორტია? მიდის? დიალოგი? სულ გამომჩა მხედველობიდან, რომ უიდეალურესად შეზავებული ქაბაბია, ხორცი. სულ ოდნავ მეტად არის მე მგონი შემწვარი, იმიტომ რომ ეს შიგნით რაც სახასიათო სირვილი უნდა ქონდეს ის. აქვს. მართალია მეორე ჩაკვეჩაზე მივხვდი, რომ ამ ქაბაბს არაფერი დაეწუნება. შუა დღეა. ძალიან ესეთი აქტიური პერიოდი არ არის რესტორნის და ამიტომ ინტერნეტები არ არიან ისე გაფაციცებული, როგორც უნდა იყვნენ. იმიტომ რომ იყურეთ, ძალიან დამახასიათებელი ჟესტი გავაკეთე. თანა და ჩანგალი დავდე თეფზე, რომელზეც კიდე რაღაცები დევს. წეს ტესტებში უნდა წავიდეს. მოვიდა ხინკალი. დავიმახსოვრუნოთ რა. ყველი. ეს არის ხილსული. ებ შეგიცვლით. მიღებული ეს. იმისაც რომ განასხვაო რომლის არის, სპეციფიურად აქვს მოკრული თავები. სოკოს ხინკალს აქვს ესეთი რაღაც არის. პრისოვსკის თავი. ყველის ხინკალი ესე გამოიყურება და ხორცის კი აი ეს. ეხლა რიგითობა რომ დავიცოთ, უნდა გავსინჯო ჩვენი იხვის ვარკალი აუცილებლად. რაღაცა უსაინტერესოესი соуსი აქვს მოსხმული ზევიდან. იხვის ხორცი საერთოდ მაგარია ოდნავ და ამიტომაც სპეციალურად ამარინადნი რომ ცოტა დაარბილდეს. და ვნახოთ როგორ კონდიციაზეა მოყვანილი ჩვენი იხვი. შალია. ნუ ხორცი გემრიელია, მაგრამ სიმშრალე აქვს თავისი და ძნელად იღეჭება ამიტომ. ცხრაზე დაბლა მაინც არ ჩამოიწევს. აჰა, ეს არის პარკსაიდი. ახეთ რა მოდის სუფრასთან. განლაგდა ბაქანზე 1 2 3 4 5 6 ვაგონიანი მატარებელი. სწორედ 6 ვაგონიანი. ეს თუ ეს არის ორთქმავალია და ანელმავალია, დანარჩენი 5 ვაგონიანი. ასეთი პარკსაიდი გვაქვს სუფრასთან. ხბოსნეკნი. პოსტნეული.
უძანესი. და ყველით დაფარული კარტოფილი. გასაოცარია. აი სად გაიხსნა ბოლომდე ზარეულის საიდუმლოება. საფილმო კერტში მთელი ძალის ხმევაა ჩადებული და ამიტომაც იგი არის საოცრად გემრიელი. ეს ბოსტნეულის საოცრებები მაგრა უხდება. პარკსაიდი ლიდერობს და ახლა ნახოთ წვადი თუ აინაცვლებს და რომელიმეს გადაუჯოկრავს. ხბოს მწვადი პირველი რო გავსინჯე ოდნავ გამომშრალი მომეჩვენა. აბსოლუტურად იგივე თემაა. გემო იდეალური ყველაფერი, მაგრამ ბალტის სიმშრალე ღორსაც ახლავს. კარგად იღეჭება, გემოები კარგად იოსნება. ეს არის ნეკნი, აბა ნახოთ რას გვეტყვის. აი ეს უკვე იდეალურია. შტაბეჭილების ქვეშ ვარ მოქცეული. კარგია. ქათამი. ნახოთ ქათამი. იგივე ნახე ქათამი. შონზომ ჭამა ქათამი. გენიალური, ყოველად გენიალური. სირბილე. წვნიანობა შიგნით ყველაფერი. აი ბადექონი ღვიძლის შუაში. ნახოთ რა სიზამს. ფანტასტიკურია. უძალიან აგრესია. ხინკლის ფაზაში გადავედით. ერთმევის დანაჩანგლის გარეშე, ვიცი ეს არის სოკო, ეს არის ყველი, ეს არის ხორცი. დავიწყოთ ყველით, დავაგრძელოთ სოკოსა და დავაგვირგვინოთ თიულურს. საინტერესოა. კარგი იყო. ყველეს ხინკალი. ვფიქრობ. 10 ბალიანი სისტემით რამდენი იყო? სრული 10 მე მგონია. ნახოთ აბა, ეს არის სოკო. მარხვის პერიოდია იდეალური საჭმელია მე თუ მკითხავ. ჩვეულებრივი პერიოდშიც კი. დასაგემოვნებელი დაგვრჩა ხორცის ხინკალი, თიულური, ანუ ჩვენებურად რო ვთქვათ, უმწვანილო. ნახოთ ახლა.
ძალიან გემრიელი ხორცის. საოცარი. ოჯახ. თამამად შემიძლია თქვა, რომ წვადი და ხინკალი თანაბრად ესე ერთმანეთის გვერდ მიდიან. ფანტასტიკური ხედი ვაკის პარკზე. გარეთ საზაფხულო ვერანდა. შიგნით ესეთი ატმოსფერული სიტუაცია, როგორც უხდება. თვალს არაფერი საპრეტენზიო არ აქვს, თვალმა თქვა, რომ რესტორან პარკსაიდს ეკუთვნის ვიზუალში 10 კუბო. ყველანაირად მაყოფილი ვარ მომსახურებით და შესაბამისად მოსახურებაშიც წერ 10 კულას. რის გამოც მე აქ მოვალ ხოლმე, რაც წამომიყვანს, პირველ რიგში არის საფირმო კერძი პარკსაიდი. მორთულობაც და გემოც იდეალური. თან სავსებით საკმარისია ორმა კაცმა შეიძლება აი პარკსაიდით მოულხინოს, ლუდი მიაყოლოს, ისე ემონოს. 10 კულა ულაპარაკოთ პარკსაიდს, 10 კულა ულაპარაკოთ რაჭულ ლორს ჩქმერიდან. ათომის ბარაბულკაზე თემა არ არის, ესეც 10 კულიანია. რთულ მოწინააღმდეგესთან შერკინება მოუწია მზარეულს იხვის ბარკალის სახით, შეიძლება საერთოდ არ იყოს მისი დანაშაული ის, რომ ხორცი არ დაემორჩილა და არ დარბილდა ესა მირთმევის კონდიციამდე, 9 კულამდე მაინც გაკაჩა. გემოთი და აი ამ соуსის მორთვის ხარისხი. კაბაბი უიდეალურესი. ოდნავ ეს წვენი ოდნავ მეტი მომინდა, რატომღაც რომ სინჯავდი გემო შეზავება იდეალური. 9 კულა კაბაბს. წვადებს აი ესე შერჩევით ვიღებდი. ხბომ მადლობა ხბოს, ნეკნვა გამოოგნა და რა თქმა უნდა, ყველაზე პრეტენზიული მოსამზადებელი ბადექონი იყო იდეალურად მომზადებული და უგემრიელესი. ერთად ჯამში მწვადების ასორტი 10 კულას არ ჩამოწდა მაინც. ბრავო. პრეზენტაცია უნდა გავაკეთო. მოარული ხმები იმის შესახებ, რომ ვაკეში თუ გემრიელად ერთმევა მოგინდება, ჯიბე უნდა გამოგებხიკოს და ოთუს ბირი უნდა გადაიხადო, მინდა თქვენ თვალწინ დავამსხვრიო. აი ამ ყველაფერში 1 2 3 4 5 6 7 8 9 დასახელების კერძში თავისი გემრიელი ლუდის დაყოლებითაც სულ უნდა გადავიხადო 139 ლარი და 42 თეთრი. დაიძარით პარკსაიდისკენ თამამათვე შევუკვეთეთ აი ესეთი გემრიელი მენიუები და ისიამოვნეთ მოსული ანგარიშით. პარკსაიდს ჩემგან ნაბოძები 30 კულა. გემშვიდობებით მომავალ რესტორნამდე.